მე რომ ასე უხიმღამოდ დავიწყებ ვლოგს, ეს იმას ნიშნავს, რომ მართლა ძალიან ვარ გამწარებული. დღეს ვყავ ჩხრის პროცედურაზე ჩაწერილი. ხარ კიდეც რომ უნდა წავსულიყავი. მივედი და ნავე წუთს დაველოდე, მოკლედ მოვიდა ეს გოგონაც სალონს ფოტოსალონს დაურთავ, რომელიც მდებარეობს ნახალუკაში მეტრო ნაძალადევის ტერიტორიაზე. ვაგზლის მიმართულებით. პირველ სართულზე ის ხათო. ძალიან კარგად შემხვდა, იქამდე სანამ დაინახავდა მარიამს. ამ გოგონასთან რამდენჯერმე ვარ ნამყოფი და მე ძალიან კეთილგანწყობილი ვიყავი მის მიმართ და დავურთავ ფოტოს, რომელიც ერთ-ერთი პოსტის დადების დროს დავაწერე. რა თქმა უნდა, დღემდე ვიყავი კეთილგანწყობილი. ბავშვი დაინახე, სახე შეეცვალა და ბავშვი თხარო. რა თქმა უნდა, ჩვენ ადამიანები ძალიან მარტივად ხვდებით ხოლმე სხვა ადამიანების განწყობას. ხმით, მიმიკებით, ჟესტებით და ასე შემდეგ. თუ თხარი, რომ რამე პრობლემაა თქო? კი, რამე პრობლემაა თქო? და დამიწყო მის ახსნა, რომ ბავშვით რთულია, რომ დროში იწელება, ბლა ბლა ბლა. ძალიან გავფრასდი, ყოფიდან გამოვედი. მარიამს მოვკიდე ხელი, გამოვდივარ კიბესთან ვიტექით და გამომყვა და როგორ კადრულობ თქო, ვეკითხებოდი, როგორ კადრულობ. ადამიანი, რომელსაც ყავს შვილები თქო, ვიგნები ადამიანს, რომელიც შეთან არაერთხელ მოსულა, რომ იცი რა, ვერ მომიმსახურებე ფაქტობრივად. არაო, მე მასე არ მithქვამს უბრალოდ ბავშვითო დრო იწელებაო, აუცილებელი არ არის დამეთანხმებით წიხლით გამოგაგდონ, რომ მიხვდე, რომ იმ სივრცეში არ ხარ მისაღები. წარმოუდგენელი იყო ჩემთვის, დაუჯერებელი იყო ეს ფაქტი იმ ადამიანისგან კონკრეტულად, ვისთანაც გამიკეთებია რამდენჯერმე, მქონია მასთან საუბრები და კეთილგანწყობილები ვყოფილვართ თითქოს ერთმანეთის მიმართ. ეს დამოკიდებულება იყო ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი, გაუმართლებელი და ვერასოდეს ვერ გავამართლებ ვერავის, ვისაც შეგიძლიათ ამ დონემდე დაეცეთ და დედა, რომელიც ძალიან კარგად იცით, რომ ვერ ტოვებს შვილს, ანუ ჩემზეა საუბარი და მან იცის, რომ მე დამტოვებელი არ მყავს, ესე რომ ვინმე დავუტოვო 2 საათით და მე ჩემი თავის სიამოვნებისთვის გამოვეწყო სადმე, მეუნება ასეთ რამეს. კიდევ ვმეორებდი, რომ გოგოს, რომელსაც ყავს შვილები, ამას როგორ კადრულობ თქო, აი როგორ მეუბნები მაგას თქო. მე მაგას მეუბნები შენ თქო, ანუ გაუგებარი იყო ხალხო, იმდენად შოკირებული ვიყავი, რომ ვერც წარმოგიდგენიათ. გამოვედი და თავი ვერ შევიკავე და ცოტა ცრემლები წამომივიდა, იმიტომ რომ ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს, სიმართლე გითხრათ, მინდოდა რომ იქარობა გადამებუგა, ისე ვიყავი. და ამ ჩემ ემოციაზე მარიამი ძალიან განერვიულდა. ეგრევე გადმოვეწყე სხვა ხასიათზე, რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ ის განწყობასაც წავიდოდა, მაინც ძალიან გაცოფებული ვიყავ და ვარ. გამოვედი მერე ნახე სხვა სალონი, სადაც დაახლოებით 10 წუთი ველოდე იმ გოგონას, რომ თან ადრე გაკეთებული მქონდა, მე ძალიან ადრე. და ზედ გადაგყვნენ ყველა. ვერავინ ვერ იტყვის, ვერავინ ვერ ამოიღებს ვერცეთ კადრს, სადაც მარიამი აწუხებს სალონში ადამიანებს, კივის, წივის, დარბის, ანგრევს და ასე შემდეგ. როგორ არ გცხვენიათ ხალხო ასეთ ადამიანებს, რომ შეგიძლიათ ასე ატკინოთ სხვა ადამიანს გული. ანუ მე ვერ ვხვდები, როგორ არ შეგრცხვათ, როგორ არ გცხვენიათ. თქვენ მართლა გგონიათ, რომ მე ძალიან მომწონსე ხარო, ყველგან დამყავს ჩემი შვილი? არ მინდა მაგალითად სალონში წავიყვანო, იმიტომ რომ იქ ფენის ხმარი, ფხუილის ხმარი, ბავშვი ცოტუა და მეც ამით ვიძაბები. იმიტომ რომ მას მაინც უნდა ყურადღების მიქცევა და
ხო მართალია თვალი თუ ყურებ და დევნა აჭირდება, მაგრამ ესეც გარკვეულწილად ძაბავს. და ამ ყველაფრის ფონზე თქვენ როგორ კადრულობთ, რომ დედას უთხრათ ის, რაც რანაირად ხალხი არ ხარ, მე არ ვიცი. რანაირი პროფესიონალები ხართ ხალხო თქვენი აი რანაირად შეიძლება გიწოდოთ ხალხმა, რომ თქვენ ხართ ნამდვილი სპეციალისტები. ადამიანობიდან იწყება ყველაფერი. რაც უნდა მაგარი მასტერი იყო თუ რაღაცა, ადამიანობიდან იწყება ყველაფერი. ვის რა სჭირდება ჩვენი გელაქი? თუ ადამიანი არ ვარ გიხარ კაპიკად. ეს არის ადამიანობა? თქვენ ამას ეძახით ადამიანობას იძულებს გახდით ადამიანს გამოვიდეს აცრემლებული სალონიდან? ამას ეძახით ადამიანობას? ეს არის თქვენი ადამიანობა? სალონი ჩიენდელი, სადაც ამ კონკრეტულ ადამიანთან არ უნდა დაჯდეთ. მე არ ვიცი ვინ არის ხა მაგ სალონის მეპატრონე, არც მაინტერესებს. მაგრამ ყურადღება მიაქციეთ ბატონო, ქალბატონო, არც მაგას აქ მნიშვნელობა ვიხართ მეპატრონე. დარწმუნებული იყავით, რომ ძალიან ბევრ ადამიანს დაკარგავთ. ნამდვილად არ უჩივის ეს სალონი ადამიანებს. მაგრამ ეს არ გაძლევთ იმის უფლებას, რომ ასე მოექცეთ სხვა ადამიანს. არ გაძლევთ. ენერგია არ მაქვს, ძალა არ მაქვს საუბრის, ძალიან ვარ განერვულებული, მერე სხვაგან გავიკეთე და ძალიან კმაყოფილი ვარ, სხვათა შორის ძალიან სუფთად იმუშაო და ძალიან ლამაზია. თეთრი აღარ მინდოდა კრასკა, ესე ვთქვათ, თეთრი და საბოლოო ჯამში ამაზე შევჯერდით და ვფიქრობ, რომ ბევრად ლამაზია. ეს თან საფხულს უხდება და ამიტომ მოკლედ ეს გადავწყვიტე. მაპატიეთ, ვარ აღელვებული და მე რომ ასე ვარ, ალბათ გასაგებია, რომ კარგი განწყობა ანუ არ მაქვს. თქვენ ადამიანებს რომ ეს შეგიძლიათ, ჩემთვის არის წარმოუდგენელი. თუ შეგიძლიათ ვინმეს ასე გული ატკინოთ, არის ჩემთვის წარმოუდგენელი. მე და მარიამი დავდივართ ყველგან ერთად. ანაშვიდებს დასაფლავებაზე. ეს მას არ ნიშნავს, რომ უშუალოდ იმ სივრცეში შევიყვანო ბავშვი. რა თქმა უნდა. მაგრამ იქამდე ერთად მივდივართ. იმიტომ რომ ერთად ვევტოვებ. იმიტომ რომ მე არ მყავს საქართველოში დედა, ვისაც დაუტოვებ, მე არ მყავს თბილისში დედამთილი, ვისაც დაუტოვებ და ყველა ფეხის ნაბიჯზე წასვლაზე, იმიტომ რომ ვიღაც შიშიკოლა არ შეწუხდეს, აღონ არ ვიცი რითი, მეზობას ბავშვს ვერ დაუტოვებ. ვერავის ვერ დაუტოვებ. იმიტომ რომ ყველას აქვს თავისი ცხოვრება, ყველას აქვს თავისი დრო, განსაზღვრული ყველაფრისათვის და ეს არ არის 5 წუთი დაუტოვე და მოხვედი, ხო, დაახლოებით 2 საათი მაინც ვერ მოვალ სახლში. ამიტომ ძალიან მტკივა გული, რომ ამ დამოკიდებულებას ვხედავ. ძალიან მტკივა გული. ერთ-ერთი ინციდენტი იყო რესტორნის, თქვენ ძალიან კარგად იცით ამბავი. სადაც ვიყავით ბევრი ბავშვით. როგორი არადამიანური სახით გვიყურებდნენ, თითქოს ნისიაზე მივედით იქ საჭმელად. იქ გავიარეთ გზად, ვისაც არ გახსოვთ. გზის პირა არის რაღაც, აი როგორც დაბა დაახლოებით, რო არის ხოლმე სახაჭაპურები და ისინი რაღაცა ობიექტები ეგეთი. თავის დასაჯდომით კუპეებით და ასე შემდეგ. რაც რესტორანი ქვია. რესტორანია რა. იყო შუა დღე, დღეს პირველი საათიდან 2 საათამდე დაახლოებით და როგორ არ მოეწონათ, რომ დაგვინახეს ბავშვები. თქვენი შვილები ხო გიყვართ? ვინმე რო ასე მოექცეს თქვენ შვილს ხო არ მოგეწონებათ? მე უნდა მომეწონოს? რო ასე მეკცევიან თუ
შენ რამე პრივილეგია გაქვს, აი რაღაცა რესტორნის ფლობელი ხარ თუ რაღაცა მასტერი ხარ თუ რაღაც. ადამიანობით დაფესდი თორე სულ ბოდიში და ფეხებზე მკიდი არის იმფლობელი ხარ. ადამიანობით იწყება დაფასება და ეს ადამიანები ჩემთვის არ არიან ღირებულები, ვისაც შეუძლიათ ესე მოგცემ. როგორც იქნა ვიპოვე, გოგოებო, 95 კალორია. გაბგიშდები. სულ ვამოწმებ მიკროფონს, რომ ხომ იწერს ხმას. ღანიჩება მოწმებ. თითქოს იწერდა. და მთელი ბლოგი დავასრულე ხალხო. აი მენდედა. და უკვე დავიწყე აწყობა ვიდეოს და ვნახე რომ არ ჩაიწერა ხმით. ანუ მთელ ბლოგზე საუბარი მიხლა მასალაზე. რა თქმა უნდა ხა ამდენ რამეს მე ხა ვეღარ ვისაუბრებ, უკვე გვიანია, თუმცა თავიდან გაჩვენებთ, რისი ჩვენებაც მიდოდა ოღონდ მოკლე ვერსიით. ბევრი ვეძებე თუ ცოტა ვეძებე, მინდოდა ლავაში ან რაღაც ამდაგვარი, რომელსაც ექნებოდა შედარებით ნაკლები კალორია. ხო და რაც გინდა ყოველთვის არის ხოლმე, რომ აუცილებლად რაღაცა სადღაც გამოიჩხრიკება. ხო და TikTok-ზე სკროლის დროს ვიღაც გოგონას წავაწყდი, რომელიც კალორიაზე საუბრობდა და აი ამას აფრიალებდა და დავინტერესდი მეთქი რა არის თქო და მოკლედ მინდა რომ დააკავიდეთ აი ამას, რომელსაც ქვია ოქროს პური, გოგოებო. აგერ ოქროს პური. ხედავთ იმედი მაქვს. და გამაოცა იმან, რომ აქვს უდაბლესი კალორია. არც მეტი, არც ნაკლები. აქვს 95 კალორია 100 გრამზე, ხალხო. ანუ 95 კალორია. ძალიან დაბალი, იმიტომ რომ 288 თუ რაღაც თუ რა ვიცი რამდენი აქვს, იმას რა ქვია, ბებოს ლავაშები როა. 280 კი არა, 180 რაღაც. მე და არ მახსოვს, მოკლედ ბევრი აქვს რა. ხა გადერბულებული ვარ და მაპატიეთ. მეზარება კი მაქვს ეს სახში რომ გამომეყო და მეჩვენებინა თქვენთვის. მოკლედ, ეხლა რა ხდება? ეს პური გახლავთ შემადგენლობით ფქვილი მარილი, ნატურალური ხაში და წყალი. ამას აქვს წეღან შემთხვევით ვნახე და გაოცებული კადრები იყო, მაგრამ ახლა უკვე ვიცი და გაოცება აღარ იქნება. აქვს 6 დღე ვადა, რაც არ მომეწონა, იმიტომ რომ რამდენიმე ვიყიდე და ხო, არ მომეწონა, ეგამბავი რომ 6 დღე აქვს და 10 დღე რო იყოს, რა გაფუჭდება ვითო? არა მგონი. მოკლედ აქვს 6 დღე ვადა. ერთადერთი რაც ცოტა არ მომეწონა არის ის, რომ ცოტა არა ძალიან არ მომეწონა. გახლავთ ის, რომ 3 და 15 თეთრებს და საკმაოდ ძვირია, მოდი შევთანხმდეთ. და ეგ ამბავი არ მომეწონა. თუმცა თვითონ ფირფიტები საკმაოდ დიდია, პურია რა. ფირფიტები არის საკმაოდ დიდი და ამან დავამშვიდა, მაგრამ მაინც ძალიან ძვირია რა. ეხა 3 და 15 ვინც ხშირად კალორიულ დეფიციტზე ვართ, ალბათ მე ჩვენთვის ცოტა რთული ამბავია. მაგრამ თუ არ გინდა არის ეგრე. ჩემთვის ვეუბნებ. ასევე ძალიან ბევრი მწერთ ხოლმე და გაჩვენებ, აგერ მაქვს ორივე ვიყიდე, იმიტომ რომ სოფელში მაქვს. ეს გახლავთ შვრის პური, რომელსაც აქვს 166 კალორია, აგერ აქვს მითითებული, მე რეცეპტი რო არ დაუწყოთ ხოლმე, მე გაჩვენებთ, აი აქ ზედა მხარეს უნდა მოძებნოთ. აი ამ მონაკვეთში აქვს მითითებული 166 კალორია, არ ვიცი ჩანს თუ არა, მაგრამ მენდეთ სიტყვაზე. საკმაოდ გემრიელია, სხვათა შორის, ნახე ფანტელები აყრია, ვაიმე დედა ფანტელები აყრია და საკმაოდ გემრიელია, სხვათა შორის, ხა მე დიდად არ მიყვარს ეს რაღაცი ვაყრია, მაგრამ ძალიან მომეწონა. ეხლა არ დავიშოკე და ჭკუიდან არ გადავედი, მაგრამ კარგია. ინგრედიენტები ფქვილი, ცეხვილი ფქვილი, შვრია, ხორბლის და სვის ნახარში, წყალი და მარილი. ეს გახლავთ შემადგენლობა.
და მოგიცნოთ 166 კალორია პურისთვის ნამდვილად არ არის ბევრი თუ არ ჩავთვლით და არ გავიაზრებთ იმას ლიტურებს და იმას და ამას რამხელა კალორია აქვს ხალხო ვაიმე აი უდიდესი ეს ნამდვილად ძალიან დაბალკალორიულია თქვენც მოკლედ ალბათ გახსოვთ ეს მიკროფონი საკმაოდ დიდი ხანია მაქვს და წესით კარგად უნდა გამომდგომოდა და ხო რაღაცა პერიოდი ვიყენებდი მე არ ვიცი მოკლედ რა დაემართა მიკროფონს მაგრამ აღმოვაჩინე როცა კოტეჯის რეკლამის გადასაღებად ვიყავი წასული რომ რაღაც მომენტებში ჩაიწერა ხმა რაღაც მომენტებში არ ჩაიწერა ხმა ანუ არ ვიცი რა დაემართა თუ იცით ვინმე რის ბრალი შეიძლება იყოს მე დავტენეთ მე აღმოჩნდა რომ თითქოს ანუ მაინც რაღაც ვერ და რეალურად ვერ გავიგე რა მოხდა თუ იცით რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი გამიხარდება თუ დამიწერთ იმიტომ რომ იდეაში ცუდი მიკროფონი არ არის სხვა მიკროფონის ყიდვა მინდოდა ვიყავი მაღაზიაში და ის მოდელი რაც მე მინდოდა არ იყო იმ კონკრეტულ მაღაზიაში და სხვაგან აღარ წავსულ ვარ ხო და ახლა ვარ დილემის წინაშე რა ვუყო მიკროფონს თქვენი გამოცდილებას ველოდები რომ დამიწეროთ თქვი აი მე რო ვიყარ შოფერი აი მე და გვანცას ანუ აი ეხლა აი დედიკო მე ერთად გავაგრძელოთ საყვარელი ხო და ისეთი მიკროფონი მინდა რომელიც ქარს და ამ რაღაცა ისეთ ხმებს დაახშობს და მე მგონი რომ ეს რაგან ბავშვი მოიკოჭლებს თუმცა ცუდი არ არის მაგრამ ხარ უიწერს ხმას და ხან არა ხან ისეთ მნიშვნელოვან ადგილას ვარ სადაც მილიონ დულს ვერ ჩავწერ რომ ну რა ვერ გავგები ავიდეთ ვივა სიკვდილოთ აპრილის პრობლემა ბარემ ყოველი შემთხვევისთვის წავიღოთ ძალიან კარგი პერეზღრუს საღლები მაქვს ნაყიდი ადრე სუფთა სახლში აქცია იყო და ჩემთვის და კობასთვის ვიყიდე იმიტომ რომ ძალიან აქტიურად ვიყენებთ ხოლმე როგორც ყოველთვის და სხვათა შორის რამდენჯერმე ცოტა მეტი ჩაგუბება მომივიდა როგორც ჩანს და დამიწვა შიგნიდან უსიამოვნო შეგრძნება მქონა ანუ წვის რა პირი გამოვიფუფქე ამიტომ როცა მსგავს სავლებებს იყენებთ გოგოებო ჩემსავით 2 ლიტრს პირში ნუ შეისხა აი მე თუთათუსად მე დარჩენილი კიდე და მეტაკოს მაგრამ ქუჩა გაბრიალებულია ყოველს ჩამოვიდა რაც იყო რამდენიც იყო არ მჯერა რომ მარიკოს გარეშე მივდივარ მამაჩემთან არის მარიამი ახლა ამ წამს არ ვიცი ზუსტად ის ადგილი სად მივდივარ დაახლოებით ვიცი და მერეც დავრეკავ და ალბათ გამოვხედავთ ჰაი როგორც იქნა მარიკო თუ შეიძლება გადიიქ მე ვაჩვენებ დედიკო დადგა დღე როცა მივდივარ სტომატოლოგთან შეგიძლიათ მომიაც წესით მინდა 2 პროცედურის გაკეთება მაგრამ მითხრა რომ გააჩნიაო რა მდგომარეობაში იქნება კბილო თუ მოვასწარითო გავიკეთოთო ბარემ წმენდაც თუ არა და მხოლოდ დაპლომბით შემოვიფარგლებით და უკვე ხვალ მომიწევს ხო დედიკო ერთი წუთი ხვალ მომიწევს კიდევ მეორე ვიზიტი და აუცილებლად უნდა მივიდე და მოვიგვარო ეს პრობლემა დავიფიქსიროთ ჩვენი ვაიმე დედათმები რა ძალიან დაჭიმული მაქვს რატო ესე ძალიან დადანასავით გაიკეთე როგორ ხართ გოგოებო თქვენ რა შვებით
აი მე უკვე ძალიან მომაბეზრა თავი ამ ფიქსატორმა ვარ დაგიმალოთ არა და რამდენიან მეტაიცებდით. რაღაცა ავიჩემე კი არა და ამოვიჩემე. აღარ მომწონს რაღაცნაირად, არ ვიცი. ცუდი სუნი აქვს. არა და კარგი სუნი. ცერტო არანაირი სუნი. ცუდი ამინდია და განწყობა მაქვს მინუს რა ვიცი, სად ვერ გეტყვით. დედკოს მაგე ტყამისი. არა და ტყამისი როგორ არა? ხვალ ვარ ფრჩხილებზე ჩაწერილი, უნდა მოიხსნე შილაკი და გავიკეთო რამე სხვა სადა ჩვეულებრივიანი. ეს უნდა მოვიხსნა, მოსახსნელი ნამდვილად არ არის, მაგრამ მე 2-3 კვირა ამისთვის ვღარ მოვიცლი მისასვლელად და უკვე ძალიან გაიზრდება, ამიტომ მესჩვენია, რომ ახლა რამენაირად მოვხსნათ. გონზე არ ვარ, რას ვიკეთებ, რამე სამთეკა არ არის. ალბათ გელაკი არის რაღაცა. მხოლოდ მინდა ვერ გავიგე რაღაცა 3 ვერსია მაქვს იდეაში, ოღონდ ფოტო არც ერთის და უნდა მოვიძიო, მოდი აჩვენეთ, თორე ეს არ დაგვასვენებს არც ერთ ვარიანტში. ეს უყიდე მარიკოს გაჩვენეთ. არ ვიცი. არა თუ არ გაჩვენეთ, მაინც გაჩვენებს მარიამის სულ ერთია არ მოისვენებს. ფანქრები და საკატავი. ხო. სახატავი ფანქრები. წაიღე საყვარელი. მაშინ ჩადე პარკში. წაიღე და ესე უნდა იყო. ხო, დედიკო, გაიწია ჩემო სიხარულოდ სივა ფანჯარა, მაგღია, მოკლედ ვინმე ხო არიცით საწავი და ზაფხული. ჩემთვის ძალიან კარგი ის არის სიგრილე, რო არ წვიმდეს. ერთი წუთი დედი არ დამიკეტო ფანჯარა. აი ასე. რო წვიმს ცოტა კაისუნე ქავს. ცოტა აი ასე გავ. თუ ის სხვა რამე სუნი იყო. აი ასე. მე ამას კაკაისუნე. ხო და მარიკო შეეშვი თუ შეიძლება იმას ნუახლიწინებ ჩემთვის გაფიცე. არ ვახლიცინებ. ცოტა სახე მოვიყვანოთ რაღაცა ერთი მასში, თორე გადაპრანჭვაც სიმართლე გითხრათ აბამინჩი ძალიან გვიან ვარ ჩაწერილი სტომატოლოგთან ღამეს რვის ნახევარზე ხალხო ანუ ხამისთებით მივდივარ. არა სხვა დროს არ მე ბებიკლი მოვთალა. ხო 11-ის ნახევარზე ვარ, 10-11-ის ნახევარზე ვარ. ჩხელზე ჩაწერილი. 1 2 ხო და 4 5 6 7 8 9 10 11 12 მეზარეა. 13 ერთი წუთით კაცო. გამითხატნე. ერგა გითხნატნე. აბერაკი. ისამ შენდა გაითხაპნე. მგონი იმას არც დავიტან. ამის თავი ნამდვილად არ მაქვს ხა იქ. თამით უფრო სტომატოლოგთან მგონი არც მინდა. რაც ერთ-ერთი გამოვიდა. ესე მოწესრიგდი. ფიქრობ, იჯაკი ხო არ ჩავიცვა, იმიტომ რომ საკმაოდ გრილა და მე რო იქიდან გამოვალ სავარაუდოდ იქნება გამყინვარება. კვანცა. ჩემი სხვა არ მოვიდა შემთხვევით ერთი წუთით ფანჯარაში დავიდაღე. სიმართლე გითხრათ, მეგანება ჯერ ამას მოხსნა, იმიტომ რომ საერთოდ არ არის გაზრდილი და მაინც მიწევს ამის განადგურება. სხვადასხვა მარიამს რო ვუყიდე ხელის კრემი ძალიან მომეწონა, ანუ ძალიან კარგი ის აქვს სუნი და რაღაცა ტექსტურაც საკმაოდ მომეწონა. რაღაც ალისკა რო აქვს, იმაზე მეტადაც კი ეს ალისკა დიდად სუნით და იმით არ მომეწონა და სხვადასხვა ეს ბევრად დედიკო ესე ხურები მივნახო. მომეწონა. სუნი აქვს ხალხო რაღაცას ძალიან საყვარელი, ძალიან. ბევრი არ წაიღათ.
ის თარტი აქ ბევრი არ წაისო. არა და წაიყე, ახლა შენ უკვე გისვია საყვარელი. ხამე ვერ მეძინა და ცოტა დაქვეებული საქმე. ძალიან საყვარელი სუნი აქ მომწონს. არ ვიცი, მამა ჩემს ხარ ვთხოვო რომ ჩამიყვანოს იქამდე. თუ ჩემით წავიდე და იქიდან რო ამოვალ მე დაბრეკო და ჩამომაკითხოს. რაღაცა ვერ გადავწყვი. ვერ გადავწყვი. დედიკო ის მაგიდა აქედანაც ვხედავ რა ხდება და რა ებიყრია. მიდი მიალაგე დედიკო თუ გიყვარდე. აი ეს. ჩემ ბიჭდები აუცილებლად. ოდნოსი პრიალე ხო არ მივცეთ. აი ოდნავ და მე იქ კროის და წამშო. ვოთ ხელთ გადავინაწილოთ. დადგა ნანატრი სტომატოლოგის ტანჯვის დღე, ანუ ის არ გიყვართ ჩემსავით სტომატოლოგებთან ვიზიტი. გინეკოლოგებთან ვიზიტი, ანუ ზოგადად აი ეს მიმართულებები მცენტრავს. ძალიან არ მიყვარს. და ყვაბა საყურეები აჩვენე. ეს არის გვირილები, რომელიც მე მეკითხა სულ რაც მარიკოს აჩუქეს. ჩემი ძმის მეგობრებმა აჩუქეს, ოჯახის წევრებმა. ერთმანეთის ნათესავები ვართ უკვე. ხა წაიღე დედიკო. Чем საყვარელია, მაგრამ მე მაჩუქე შენი. შენი ყველგან გაკათა, მაგრამ ჩემ ყვარელო შენია დე. მოდი გაგისწორო. მოდი დე შენია, ყველაფერი შენია დე. რაც შენია, შენია დე. რაც შენია, შენია. რა თქმა უნდა, რაც შენია, შენია. წადი ჩემოსიცოცხლე. არ ვიცი, ოდესმე საფხული დადგება თბილისაშინა და არა მხოლოდ თბილისაშინა. მე როგორც ვხედავ, ზოგადად ძალიან ცუდი ამიდებია მთლიან საქართველოში, იმიტომ ყველა ამაზე წუხს. და ხო არ იცით რა გვეშველება. როდის გამოვა ამინდა? ოჯახის წევრებმა. კვლავ ვეძებ წითელ ტუჩსაცხს, კვლავ. მინდა რომ მირჩიოთ ყველაზე კვასკვასა წითელი პრიალა ტუჩსაცხი. მატოვი არ მინდა, იმიტომ რომ სუმატოვები მისვია და ცოტა დავიღალე ამატოვებით და მინდა რომ პრიალებდეს, ძალიან პრიალებდეს. ჩემი ძალებით რა არ ვეძებე. დედკო მე პამადა მისვია. იყო ვითომ ფას დაკლება გავიქეთ მაგ წითელზე. წითელთან სხვა ფერებზეც, სხვა ფერები არის, წითელი არ გახლავთ მარაგში არასოდეს. ხო და ვეძებ სანთლით და ძალიან გთხოვთ რომ მირჩიოთ საჭიროა. კარგად წითელი მინდა. უბრალოდ მუშინდის პრო და რაღაცაში რო გადადის ეგეთები მეც მაქვს. წითელი კვასკვასა ფრთხბიალა მინდა. მეც. ხო და მე რა კარგი ჰაერია ღმერთო. კარგი ჰაერი კი არ არის. ცივა, მიდი მოსაცმელი მოიტანე ჩაგაცა ჩემოსა. არა დე შეგცივა, მიდი ჩემოსიცოცხლე მოიტანე, შენ გონია რომ არ გცივა, თორემ ჩემი ქმარი მეუბნება არ მეკურს რომ ცივდები ვაი, სულ როგორ შეიძლება გცხელოდეს და კი არ ცხელა უჟანგბადობის შეგრძნება მაგ და ჰაერი არ ყოფს და ცდილობ რომ ეს ჰაერი ისუთხო. მედი აი დედიკო ვარდისფერი ხო გაგიმზადე შენ დე? მიდი წადი, მიდი ჩემოსიცოცხლე. ვარდისფერი მოსაცმელი ჩავიცვათ. თუმცა მაინც ვფიქრობ რომ რამე მოვიცვა. არ ვიცი. აი მედი არ იწვევს სიმართლე გითხრათ, აი ქოლგით არ შემიძლია რა, მოდი და მეზარება ქოლგის თრება. მიდი, ხო სიცოცხლე ეგრე ჩაყავიდე. მოდი დედიკო. მეორე საყვარელო. ეს მოსაცმელი აჩუქა, მოდი გაგისწორო.
ჩემმა ბიძაშვილმა რომ დაიბადა მარიამი და მოიწია ახლოს და ახლა აქვს გადასარევად. ანუ იდეაში ძალიან მალე უნდა ქონოდა გადასარევად, მაგრამ ახლა გადასარევად. ნუ ცოტა დიდი ზომა უყიდა ჩვენ ჩვევა გაქვს, რომ ცოტა დიდ ზომას ვყიდოთ ერთმანეთის შვილებს, რომ აი დაბადებულზე ვიწახი ხახალ დაბადებულზე, იმიტომ რომ ისედაც იმ მომენტში ყოველთვის ბევრი გვაქვს ხოლმე 60 და ასეთ ოდნავ მოგვიანებით რომ ჩაიცვას თუნდაც ორ თვეშია ესე რა. მაგრამ მარიამო 4 წელში ჩაიცვა. არა, რატო რამდენი ესაც სვია და ვიყენებთ, მაგრამ აი იდეალურად ახლა აქვს. როგორი დემოდი აქვს? იდეალური თუ იდეალური დე? იდეალური. აჰა, ჩემი სიყვარული. ეგრე უნდა მართლა. და მას გვირილებია და იდეალური გვირილები. იდეალური თუ იდეალური? დაკარგავ და ეგ არის ვერცხლი. აიღე. თუ შეიძლება შეინახე შენს იმაში. ჩემთან საყურეებში შეინახე, დაკარგავ. ეგ მიგაქვს შენ? არა და ეგ დაგრჩება და დაიკარგება სადმე. წაიღე ჩემო სიყვარული. ორჯერ უკვე ჩავიწვეთე იმაში თვალში. ერთხელ დამჩერ დღეს ჩასაწვეთებას დღეს სამჯერ ვიწვეთავ. ჩედი საყვარელო. ხანა. განა არ აფიქსირებს ხალხო, როგორ არ აფიქსირებს, მაგრამ მე მინდა სველი ეფექტით, ეს არ არის სველი ეფექტი, თუმცა სველი უფრო ვაზელინია და სიმაგრედ აიმდებილობების ყიდოს ვაზელინი ჯობია, ჩოთქი და გადასარევად იმაში პარაკა. სულ არ მინდა ეხა ეს სისულელე ხევადი რაღაცები. იმას უფრო კარგი ეფექტი აქვს. დღეს მთელი დღე მცივა, ანუ სიცივი შეგრძნება აქვს და მოვა მარიკო და ეს მთელი გულით მეხუტება. წამოწოლილი ვიყავი და მაშინ მციოდა და ეხლა არა უკვე რო ჩავიცვი და ის ესე ძალიან თხლად მეცვა, აი ძალიან თხლად და წამოწოლიზე თანფანჯერაღია მქონდა და მციოდა. ხო და მარიკო და მცივა ვეთყოდი მოვიდა და ჩამეხუტებოდა მე წავიდა მომიტანა აძიალო დავაფარა და ძალიან ისე ვიყავით ჩაღუნღულებულები. მომიდები ყო რაღაც უცნაურად გაგწმები. მოდი დედი ერთი წამი საყვარელო. ჩემი გულის კუნიცური. ესე გადავიწიე და ყო. ჩემი სიყვარული. ნახე ჰაი ადრე ხუჭით როგორ მოდაში იყო დედა თაიგულის დაჭერაზე ესე იგი ვებზადებოდით ისე რომ დავინახავდით გურწილში რომ აღაპყრო ხელები პატარდა და ეგრევე უვარდებოდით ხახაში. ჩემი სიდაბლის პატრონი ახლა ხახამდე ვერ ავდიოდი მართალია და რჩებოდი თაიგულის გარეშე, მაგრამ ეს მაღალი გოგოები რო ამეტყუზებოდნენ წინა ხალხო. ახტომა არ ჭირდებოდა, აჰა აწენდეთ თიც დაიჭერდეთ თაიგულს. ახლა დამოხალე წინში კაი ბაბიდაშვილო ხო ხედავ რომ არა მაქვს რა შესაბამისი სიმაღლა ხა ლამაზი ვარ და ტრენდული ვარ, მაგრამ და ქართლის დედით მოტრფიალე ვარ, მაგრამ არა მაღალი. ხო რას ვიზარ უფალმა არ დამანათლა სიმაღლე, რა ვიცი. ხო ერთხელ წავედი ქურწილში და არ ვიცი რა დამემართა ხალხო დაეჭირე თაიგული დედა სიომეთკი ცხოვრება გაიწყობილი და წამართვის და მე დაგავიხატე და გამომართა, მაგრამ რა მოხდა? გავთხოვდი მორალი უფლის ამართალი არსებობს, რუმეთაკები და მიგაკ ჩემი სიმწრით დაჭერილი თაიგული საით მიგაკ ვინ გაგატას მაინც გავთხოვდი ხო და მის არის იცოდეთ ხალხო ამართლებს თუ დაიჭირეთ სიოკანეთ მაგრა დამართლებს. მე ახლა გასაწყორკე დარჩებოდი მაინც რას მიხვილი და ახლა ის თაიგული, მაგრამ მაინც იცი რა სასიამოვნოა და ის მაღალი გოგოები ხალხო და
მიდის წინის პატარა გოგოები და დაუთმეთ რომ რაღაცა ткаჩი ткუცი ახლა მე ხო ქორწილისთვის წინა თვეებში ვითელებოდი რომ დედა თაიგული დამეჭახა თაიგულის კუბო დამტკი მე მარა რატო ხო ახლა ის არის ადგე რაც ვიდეო გართხოვდი ხო აი შუნდა ვიდახა თაიგული რომ მოვაბრავლებ აი და მეორედ გართხოვდება აი მე ღმერთო მაღალი ჯვარი მწერია ხო არ მისმინო უფალოდებილო გართქვი ხო და აი მე დედა რა არის ეს ახალ ამას დააცქედით მან შევიღებე ამა დამაცქედით ამ უბედურებას მე არ ვიცი ამას რა იხველება დამიწერეთ რა ვქნა ამას რა უშველო ხალხო ამას რა უშველო არ აშუხარული ხო ჩემი შუბლი ხო და გამოვაჩინო ახლა მოგეხსენებათ მე ძალიან მიმზიდვე და მოწიწებული შუბლი მაქვს ხო და გამიulis ალბათ მაგრამ აშუხარული ხალხო წავიდე ის არის ყავაზე მეძახიან მოდუღება მეძანება თორე ყავის მეტი რა მაქვს ხო თან ახლა გაიჯდა და ჩვენში რო დაჩეს სხვა რო დალევ მაგასა სხვა გემოაგდა სახში რო დალევ რაღაცა გულმწარა არის რა ხო ხდებით რას ვიძახი ხო ხდებით ხალხო ესეც მაქვს უკვე 2 წელია ესა ხო იცით რა არის თმის არ იმაშვები რა სულსანზე პირს მინდათ ხალხო არ ვიყინებ იყოს ხალხო იყოს ახლა ყველაფერზე და შეტყორ დავისხარ უი დედა ახლა ხამი ხო არა ვარ ხო ბაი რაღაცა შეშფოთებული სახე მაქვს ხალხო თუ მიჩვიდება ხო რა ვიცი არ ვიცი დედა რაღაცა ვერავარ კარგად გეუბნება ვცივდები იმახვარ გადამდუქალო გრიპი აჰა ესე კი რა დაეთრევა ამ მეზობლებში ხალხო გრიპიან უი დედა უნდა უშო კალი